საარჩევნო კოდექსის განხილვა გრძელდება. შესაბამისად, საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემა. ინიციატივის მიხედვით საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში შეძლებენ. გადაწყვეტილების მიზეზად საერთაშორისო პრაქტიკის გადმოღება, გარეჩარევის შეზღუდვა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება დასახელდა. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი თქმით, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მხარს ქართულ ოცნებას არ უჭერს, რის გამოც ხელისუფლება მათ ხმის უფლებას უზღუდავს. 13%-ზე მეტი ქართულ ეკონომიკაში უნდა კონდეს წვლილი შეტანილი ამ ხალხს, თუმცა პოლიტიკაში არანაირი წვლილი არ უნდა კონდეს. ახლა ეს ვისთვისაც სამართლიანია, არ ვიცი, ახლა ამაზე საუბარი მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი სტანდარტებით ახლა როგორ შეიძლება გაგრძელდეს. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები არის საყოველთაო. ინფორმირებულობაზე საუბარი საერთოდ არ არის და მით უმეტეს ახლა კონკრეტული პოლიტიკური გუნდის შეფასების საგანი არ არის, რომელ ადამიანს აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ხო? საყოველთაო, ანუ საქართველოს მოქალაქე ვინც არის, ყველას აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ახლა ინფორმირებულებზე, არაინფორმირებულებზე ეფექტურებზე, არაფექტურებზე, ვიღაცისთვის რაღაც გამოსულზე და არ გამოსულ ტიპებზე ხო არ არის საქმე. ხადია ეს ზღუდავს ემიგრანტების უფლებას მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ზოგადად ეს არასწორი ამბავი გონია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასეთი პრეცედენტები სხვა ქვეყანაში. და იმის გონია, რომ ეს შეიძლება კარგი ბიზგი იყოს ემიგრანტებისთვის, რომ ისინი მართლა დაორგანიზდნენ, რომ რამე გავლენა იქონიონ პოლიტიკაზე, რომ ადრე არანაირი გავლენა მას არ ჰქონდა. ძალიან ცოტა ადამიანი დადიოდა საუბარეთ უბნებზე. და ერთი მანდატის საკითხიც კი არ წყდებოდა საბოლოო ჯამში იმ ასობით 1000 ადამიანის ხარჯზე, რომელიც ევროპაში და ამერიკაში და სხვა ქვეყნებშია. ამიტომ თუ ემიგრანტები დაორგანიზდებიან და იმ ფულს, რომელსაც აგზავნიან ქვეყანაში, მოაყოლებენ პოლიტიკურ პირობას, რომ მათი ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები, რომლებიც მათ ხარჯზე აქ ცხოვრობენ, წავიდნენ არჩევნებზე და მის ნებისმიერ პარტიას გარდა ქართულ ოცნებისა, ვინც ეს ხმა მათ წაართვა, მე მგონი ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდება და ძალიან ინანებს, რომ ემიგრანტებს წაართვა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არავინ არავის უფლებას არ ართმევს, საარჩევნო უფლებაზეა საუბარი, უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ სადაც არის ადამიანი რეგისტრირებული, იმ უბანში უნდა მივიდეს. საქართველოშიც ხომ შეიძლება მაგალითად დასავლეთ საქართველოში იყოს რეგისტრირებული პიროვნება და აღმოსავლეთ საქართველოს მეორე უკიდურეს მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრობდეს. იმანაც უნდა მოინდომოს, რადგან ფაქტიურად იქ ცხოვრობს, ამიტომ იქ გაუხსნან უბანი. შესაბამისად, აქ საუბარი არის იმაზე, რომ თუ ადამიანს სურს, რომ მიიღოს მონაწილეობა 4 წელიწადში ერთხელ ხელისუფლების დაკომპლექტებაში, ამ შემთხვევაში მან უნდა გადაწყვიტოს და მივიდეს იმ უბანზე, სადაც არის რეგისტრირებული. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს იურისდიქციის მიღმა, ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაში და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება. ჩვენ ვატყობთ, რომ ინტერესი საქართველოს არჩევნებში ჩარევისა არის დიდი და შარშან ნახეთ ჩვენ პირდაპირ უხეში ჩარევა ელჩების და სხვა ქვეყნის ლიდერების მხრიდან არჩევნებში, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს წნეხი ჩვენს ემიგრანტებზე კიდევ უფრო გაიზრდება ვიდრე იყო შარშან, როდესაც გერმანიის მაღალი თანამდებობის პირი ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარე თავად იყო ჩართული მათ შორის ამორჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენაში გერმანიის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი მოიმატებს, მზარდი იქნება და სწორედ ეს წნეხი რომ გამოვაცალოთ ჩვენს ემიგრანტებს, ამიტომაც იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული.